მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პოდკასტის ახალ ეპიზოდში. დღეს ვისაუბრებთ ბევრ ძალიან საინტერესო კითხვაზე, იმიტომ რომ ჩვენი სტუმარი დარწმუნებული ვარ, თქვენს ნებისმიერ კითხვას ძალიან კომპეტენტურად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ პირადი გამოცდილებითაც უპასუხებს. ჩვენი სტუმარია პედიატრი ეკა უბერი. კეთილი იყოს ეკა თქვენი მობრძანება ჩვენს პოდკასტში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს პოდკასტში მონაწილეობის მიღება. მადლობა თქვენს სტუმრობისთვის. დღეს ვისაუბრებთ როგორც პედიატრთან და თან როგორც დედასთან. პირველ რიგში ალბათ კითხავთ, როგორია ეს გამოცდილება და რამდენად იყენებთ როგორც ასეთი პროფესიას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბავშვთან მიმართებაში. პირველი, რასაც ვიტყვი, აუცილებლად რომ დედობა ალბათ ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ახალი ოჯახის წევრის შემოსვლა ჩვენს ოჯახებში დიდ ბედნიერებასთან, დიდ სიხარულთან და ძალიან ბევრ ფოთვასთან და ემოციასთან არის ამავდროულად დაკავშირებული და მეთანხმებით ალბათ. შესაბამისად, ახალბედა დედებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი კომპონენტის ცოდნა, ბევრი დეტალის გავლა, რაც თითქოს და მარტივია, თითქოს და უმნიშვნელოა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრ პრობლემას ვაწყდებით და შემდგომში ხდება ოჯახის წევრების, ნათესავების, მეზობლების, ეხლა უკვე ხელოვნური ინტელექტის მოშვილიება, რომ სწორი გადაწყვეტილებისკენ მივიდეთ. ამიტომ მე შევეცდები ჩვენ პოდკასტში, რომ მაქსიმალურად დავაკმაყოფილო და ყველა კითხვას შეძლების დაგვარად პასუხი გავცე, რაც ახალბედა დედებისთვის, როგორც თქვა, ჩემი გამოცდილებით, შემიძლია თავისუფლად თქვა, რომ ჩემი გამოცდილებით ძალიან ბევრ კითხვას სვამენ და ბევრი კითხვა უჩნდებათ. მას ასე პატარა ბაია, პატარა ბავშვი, ახალი სიცოცხლე ჩვენს ოჯახებში. როგორ მოუვაროთ, რა ტემპერატურა უნდა შექმნათ ოთახში, რამდენჯერ ვაბანაოთ, რამდენი უნდა ეძინოს, რატომ ტირის, მართლა შია თუ კიდევ სხვა რაღაცა შეიძლება აწუხებდეს, მართლა აწუხებს რამე თუ უბრალოდ ჩვენი ჩახუტება, სითბო, სიმშვიდე, შვიდი ატმოსფერო უნდა და მხოლოდ ეს ანერვიულებს თუ მხოლოდ დედის ჩახუტება საკმარისია მისთვის, რომ პატარა გაჩუმდეს და დამშვიდდეს. აი ეს ძალიან ბევრი კითხვა, რაც ჩვენ გვაღელვებს ხოლმე და ამ შემთხვევაში ხშირია ჩემთან მომართვიანობა ზუსტად აი ამ საკითხებთან მიმართებაში. მე არ ვარ დედა, არ მქონია დედობის გამოცდილება, მაგრამ ძალიან ბევრი ახლო ოჯახის წევრის დაბადებას და შემდგომ აი პირველ რაღაც ყველაზე რთულ რამდენიმე თვეს შევეწერი და შემიძლია ვთქვა, რომ ვიყავი თანამონაწილე, მაგრამ ალბათ დედისთვის ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ ფოთვასთან არის დაკავშირებული და ბევრად უფრო მეტ ემოციას უკავშირდება. ალბათ პირველი და ყველაზე საინტერესო კითხვა, რაც შეიძლება ესე რომ ვთქვათ, განვიხილოთ და რასაც უპასუხოთ, არის აი ეს პირველი 6 თვე. ყველაზე რთული 6 თვე, რისთვის უნდა იყოს დედა მზად. რა არის ის, რაზეც არ საუბრობენ, მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შედარებით უფრო მშვიდად და უფრო მომზადებულად დახვდეს დედა. ხო, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ დედობას განსაკუთრებული მომზადება ჭირდება. უნდა იცოდეს მომავალმა დედამ მთელი რიგი დეტალები, რომელიც თქვათ ახალი ლშობილის და ახალი ოჯახის წევრის შემოსვლასთან არის დაკავშირებული. ის რომ უნდა იყოს პირველ რიგში სიმშვიდე ოჯახში, ის რომ მრავალსტუმრიანობა, რაც ქართველებს გვახასიათებს, ეს არასასურველია და პირველ რიგში აურას უმძიმებს და როგორც წესი ბავშვები უფრო შფოთვარე და უფრო გაღიზიანებულები არიან, ეს თალსახაა. ბავშვი მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში იყოს. რას ნიშნავს? ბავშვის ძილის და ღვიძლის პერიოდები დაყოფილია და შესაბამისად, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო დიდი ხანი უნდა ეძინოს. მაგალითად, 3 თვემდე ასაკის ბავშვებს საშუალო ძინავთ 14-17 საათი. ეს სადღეღამისო რეჟიმი. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ღამე უნდა ეძინოს. ხშირია გამოღვიძებები და ამავდროულად ძალიან ხშირად თან ახლავს ახალშობილთა კოლიკა, ანუ მუცლის ტკივილი. მუცლის ტკივილსაც თავისი განსაზღვრება აქვს და პირობითად ესეა განსაზღვრული, რომ თუ ბავშვს მუცლის ტკივილი 3 საათზე მეტად უხანგრძლივდება, თუ კვირაში 3 დღეზე მეტად უხანგრძლივდება, თუ 3-4 თვეს მიაღწია და კვლავ უგრძელდება ტკივილი, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა სწორად არ ვაკეთებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მუცლის ტკივილი ფიზიოლოგიური აღარ არის და შესაბამისად რაღაცას ვერ ინელებს. ან ისეთ პროდუქტს არ იღებს, რაც
რაც მისთვის მისაღები იქნება. ან კიდევ რაღაცა სხვა პრობლემაა. თუ დანამდვილებით ვიცით, რომ ბავშვს მუცელი ტკივა, ეს როგორც წესი ახალშობილთა კოლიკა, ანუ ფიზიოლოგიური მუცლის ტკივილი როგორც წესი 3-4 თვის ასაკისთვის გადის. მაგრამ თუ მუცლის ტკივილი 3-4 თვეზე მეტად გრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მუცლის ტკივილს თუ ეს ნამდვილად მუცლის ტკივილია, მას აქვს ცოტა პათოლოგიური ხასიათი, ანუ სხვა მიზეზებით არის განპირობებული, მაგალითად, არასასურველი მისთვის მიუღებელი ხელოვნური კვებით, ან მისთვის მიუღებელი თქვათ იმ დანაკვებითი დანამატით, რომელიც თქვათ 4 თვის ასაკიდან შესაძლებელია ბავშვს მივცეთ. ან თუნდაც შესაძლებელია რომ ტკივილი იყოს არა სრულფასოვანი, ანუ არა საკმარისი კვებითი რაოდენობა. ეს ყველაფერი დეტა ნახეთ პირველი რაც მშობელმა უნდა იცოდეს, როდესაც შევთავაზეთ, რომ ბუნებრივი კვება ეს არის ყველაზე სასურველი, ყველაზე თქვათ იდეალური პროდუქტი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს განსაკუთრებით 6 თვემდე ასაკის ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილებას სრულფასოვანი ზრდა განვითარებისთვის. მაგრამ 6 თვის ასაკიდან რაც არ უნდა კარგად ვითარდებოდეს ბავშვი ბუნებრივ კვებაზე, აუცილებელი პირობა მაქსიმუმ 6 თვიდან, რომ დაემატოს დამატებითი კვების კომპონენტები, რომ შეივსოს მიკროელემენტების დეფიციტი, რაც დედის რძესთან არის დაკავშირებული. ოღონდ ეს მას შემდეგ, რაც 6 თვის ასაკს მიაღწევს. 6 თვემდე თუ ბუნებრივი კვება არ არის და რა მიზეზები შეიძლება იყოს ბუნებრივი კვების არ არსებობა. ჰიპოლაქტაზია ან საერთოდ ალაქტაზია, ანუ რძის არ არსებობა ძალიან იშვიათია. რეალურად ბუნებრივი კვების არ არსებობა ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ნერვულ სტრესთან, დედის ემოციურ დაძაბულობასთან, ან კიდევ არასწორ მიწოდებასთან. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად მივაწოდებთ ბავშვს ძუძუს და შესაბამისად ტექნიკას, როგორ სწორად ჩამოვაყალიბებთ კონტაქტს ბავშვსა და დედას შორის. ასევე რამდენად ხშირად ყვებავთ. იმიტომ რომ რაც უფრო ხშირად მოაწოვებს, მით უფრო მეტია შანსი, რომ უფრო დიდი რაოდენობით დაგროვდეს დედის რძე. იდეალური სიხშირე თავიდან პირველი თვის განმავლობაში შეიძლება 8-10 ჯერაც მოწოვოთ დღის განმავლობაში. როგორც წესი, თავიდან არრეგულარულია, თუმცა ერთი თვის ასაკისთვის მინიმუმ 15 წუთი უნდა მოწოვოს ბავშვმა ძუძუ, რომ საკმარისად მიიღოს როგორც პირველადი, ანუ პირველადი, ასევე მეორადი რძე, რაც სხვადასხვა შემადგენლობით ხასიათდება და მას თავისი ფუნქციები აქვს. თუ ბავშვი ვერ ასრულებს საცვალს საკმარისად, ანუ შარდის გამოყოფა შემცირებულია, თუ ბავშვი წონაში არასაკმარისად იმატებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში, როდესაც ჯანმრთელ ბავშვზეა საუბარი, ეს მხოლოდ და მხოლოდ რძის რაოდენობრივ დეფიციტთან არის კავშირში და არა ხარისხობრივთან. დედის რძეს არავინ აღარ ამოწმებს, იმიტომ რომ ჯანმრთელი დედის რძე ითვლება, რომ ის არის სრულფასოვანი, საუკეთესო და უპირველესი კვებითი პროდუქტი მისი ჩულისთვის. კიდევ თქვათ, დედამ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კვების კუთხით რო განვიხილოთ. არის ბევრი სხვადასხვა ვარაუდი, ბევრი სხვადასხვა ხალხური სწავლება, როგორ უნდა იკვებოს დედამ, ბევრი რაღაც ტრადიცია არის, რასაც ითვალისწინებენ ხოლმე. არის მართლა ასეთი მკაცრი მიდგომა საჭირო, რაც გულისხმობს, რომ მაგალითად სულ მოხარშული და ორთქლზე მომზადებული საკვები უნდა მიირთვას დედამ? ხო, ესეთი მკაცრი ზომები, როგორც ბავშვის მიმართ, ასევე დედის მიმართაც კონკრეტულად შეცვლილია და მეცაც გეტყვით, მე როგორც პედიატრი, როგორც დედა, პირველ რიგში არა მარტო ბავშვის ადვოკატად გამოვდივარ, არამედ რა თქმა უნდა, მშობლების მხარდაჭერა ჩემთვის უპირველესია, რომ მშობელმაც იგრძნოს თავი კომფორტულად, სრულფასოვნად, იმიტომ რომ მშობლის ჩვენ დედები და ზოგადად მშობლები ცხოვრება არ მთავრდება ახალშობილის შემოსვლით, ახალი ოჯახის წევრით, ამიტომ დედაც
ბედნიერი და სრულფასოვანი და დაგმაყოფილებული უნდა იყოს. ამიტომაც აუცილებელი აბსოლუტურად არ არის და არსად არ წერია დედის სპეციფიური დიეტა მეძუძური ქალებისთვის, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს დაწერილი თუ დაუწერილი კანონები, რომ ალკოჰოლი არა, ნიკოტინიც არა, შეძლების დაგვარად და ეს ყველა მიცის და საყოველთაო ეს ვნებს ორგანიზმს და გადადის დედის რძიდან ბავშვში და მან შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი გართულებები და პრობლემები. სხვა ჯანსაღ-კვებასთან მიმართებაში შეზღუდვა პრაქტიკულად არ არის, თუ ბავშვს სპეციფიური რომელიმე კვებითი კომპონენტების აუტანლობა არ აღმოაჩნდა. ეს შემდგომში ვლინდება მას შემდეგ, რაც დედა დაიწყებს ბუნებრივი რძით კვებას და შემდგომში აღმოჩნდება ექიმის დაკვირვებით პირველ რიგში, რომ ბავშვს უფრო მეტად აწუხებს მუცლის კოლიკები, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ფიზიოლოგიურ პირობებში. ბავშვს უფრო მეტად აქვს ის სიმპტომები, მაგალითად გულის რევაღებინება ან გახშირებული ნაწლავთა მოქმედება, თუმცა ეს ძალიან პირობითია, იმიტომ რომ ჩულ ბავშვებს შესაძლებელია 8-ჯერ ჰქონდეთ ნაწლავთა მოქმედება, მაშინ როდესაც 1 წლის ასაკისთვის 1-2ჯერ უნდა ჰქონდეს, არ უნდა აღემატებოდეს 1-2ჯერ დღის განმავლობაში. ამიტომ ეს ყველაფერი პირობითია და მას შემდეგ, რაც თქვენი ექიმი დააფიქსირებს, რომ ბავშვს შესაძლებელია ჰქონდეს კვებითი აუტანლობა, შემდგომში შეიძლება დაენიშნოს, ან შეიძლება რეკომენდაცია გაეცეს, რომ შეიზღუდოს დედის რაციონში გარკვეული კვებითი კომპონენტები. გასაგებია, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რეალურად ჩემი ასაკის ადამიანებშიც კი ძალიან ბევრგან ჯერ კიდევ ხვდები ამ მიდგომას, რომ მაქსიმალურად ძალიან სუფთად ორთქლზე მომზადებული, ყველანაირი რაღაც სუნელის და ასე რომ ვთქვათ, სიამოვნების მომტანი რაღაც სხვადასხვა კომპონენტების გარეშე იკვებებიან და ბუნებრივია ეს პროცესიც დამღლელი ხდება მათთვის. და ხშირად რაღაცა დროზე ადრე ყოფილა და გამიგია, რომ ამ მიზეზითაც დაუნებებიათ თავი. თუმცა არის შემთხვევები, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ შეიძლება რაღაც პრობლემის გამო შეწყდეს ეს ბუნებრივი კვება. ასეთ დროს ხშირია, რომ დედას უჩნდება რაღაც დანაშაულის შეგრძნება და თავის თავზე გადააქვს თითქოს ეს პრობლემა და თავს აღიქვამს ამ ყველაფრის, ესე რომ ვთქვათ, მიზეზად. ამ შემთხვევაში აი როგორ შეიძლება დავამშვიდობოთ? აი როგორც აღნიშნეთ, ჰიპოლაქტაცია მრავალი მიზეზით არის განპირობებული და ერთ-ერთი არრეგულარული კვებით. თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, უმრავლესობა დედები მუშაობს, შესაბამისად დეკრეტული შვებულება ძალიან ხანმოკლეა და უწევს ბავშვის დატოვება და სამსახურში გასვლა. ამ შემთხვევაში რძის გამოწვევა თუ ეს ისევ და ისევ არრეგულარულია, თავის მხრივ ამცირებს რძის რაოდენობა და შესაძლებელია იყოს ჰიპოლაქტაციის, ანუ რძის რაოდენობის შემცირების მიზეზი. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა დანაშაულის გრძნობა მე მესმის ეს ადამიანური ფაქტორია, თუმცა არსებობს ჩამნაცვლებელი კომპონენტები, ანუ ადაპტირებული ფორმულები, რომელიც რა თქმა უნდა მიახლოებულია დედის რძესთან, თუმცა სამწუხაროდ ანალოგი არ არის. სრულად ვერ იმეორებს მის შემადგენლობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ბავშვები ჩვეულებრივად ვითარდებიან, იზრდებიან და თუ ეს აუცილებლობას წარმოადგენს და სხვა კომპონენტები და ცხოვრების სხვა მომენტები აუცილებლობას წარმოადგენს, რომ ესეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რა თქმა უნდა გამოსავალი არის და შესაძლებელია მისი ჩანაცვლება. აი კვების და ძილის რეგულაცია, როდესაც დედას აქვს ამის ფუფუნება, რომ ბავშვთან გაატაროს ის პერიოდი, რაც მას ბუნებრივი კვებისთვის სჭირდება, აი ძილის და კვების ადაპტაცია როგორ ხდება ამ პირველი 6 თვის განმავლობაში? ისიც რა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, შესაძლებელია მთელი დღის განმავლობაში ძალიან ხშირად დედები ჟარგონს ვიხმარდა, მეწუწუნებიან, რომ აი მთელი დღე ჩამოკიდებულია მკერდზე. ეს არა მარტო კვების გამო ხდება, არამედ სიახლოვე და კონტაქტი სიამოვნებს ბავშვს, მშვიდდება სუნით, დედის სუნით და ესეც თავის მხრივ განაპირობებს მის სიმშვიდეს, მის ძილს, სრულფასოვან და მშვიდ ძილს, განსაკუთრებით, როდესაც დედის კალთაში და დედის გვერდით ეძინებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დედის რძე არა მარტო კვებითი კომპონენტია ახალშობილისთვის, არამედ იმუნიტეტის გამყარება და ასევე ემოციური კავშირი, რაც
ძალიან მნიშვნელოვანია და შემდგომში ემოციურ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამყარებს. რაც შეეხება ხელოვნურკვებაზე მყოფ ბავშვებთან მიმართებაში, ეტაპობრივად ბავშვი ეჩვევა გარკვეულ რეჟიმს. ეს არის 3 საათიანი თუ 3 საათნახევრიანი თუ 2 საათნახევრიანი კვების რეჟიმი. საშუალოდ მიღებულია, რომ ბავშვმა უნდა იკვებოს ყოველ 3 საათში ერთხელ, ღამის პერიოდში 5-6 საათიანი ინტერვალით, დასვენების ინტერვალით და ღამის საათებში კვება ხშირ შემთხვევაში 4-5 თვემდე გასტანს. ერთჯერადი კვება შესაძლებელია 1 წლამდე და ხანდახან 2 წლამდეც გასტანოს ღამის განმავლობაში. ამიტომ ეს ჩვეულია და ხშირ შემთხვევაში ბავშვის განვითარებაზე დადებით ეფექტს ავლენს. ბავშვი ჩვენთან უნდა ეძინოს ამ დროს უმჯობესია? უსაფრთხო, პირველ რიგში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალიან ხშირია დაღლილი დედის ჩაძინება, როცა ბავშვს ძუძუს აწოვებს და ამ შემთხვევაში ბავშვის მოგვიდვა. ამიტომ პირველ რიგში უსაფრთხოების თვალსაზრისით და შემდგომში უკვე ჰიგიენის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჯობია რომ ბავშვს შევაჩვიოთ თავისი საწოლი და ბავშვს ეძინოს ცალკე. ეს მესმის, რომ პირველ თვეებში ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში ღამის საათებში, როდესაც უწევს დედას ადგომა და კვება, ტექნიკურად ცოტა რთული შესაძლებლობელია, თუმცა კიდევ ერთხელ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი იყოს განცალკევებით. როგორ მიხვდეთ, რომ ბავშვს ყოფნის ძილი და კარგად ძინავს? აი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველი 3 თვის განმავლობაში არსებობს იმ საათების რაოდენობა და განსაზღვრულია ახალშობილობის პერიოდში ის პერიოდი, რამდენიხანიც უნდა ეძინოს მისი ნორმალური ზრდა განვითარებისთვის, არა მარტო ფიზიკური, არამედ გონებრივი სრულფასოვანი განვითარებისთვის. 3 თვემდე ბავშვს უნდა ეძინოს 14-დან 17 საათამდე. ეს 14-დან 17 საათამდე უნდა მოიცავდეს დღის განმავლობაში აი ამ რაოდენობას და არა, რა თქმა უნდა, გადამულად. ანუ 12 საათიან ძილს ღამის განმავლობაში ბავშვი მხოლოდ 2-3 წლის ასაკისთვის აღწევს. მანამდე არის წყვეტილი ძილი, მაგრამ საერთო ჯამში უნდა შეადგენდეს 14-17 წამი. ეს პერიოდი, ანუ დაახლოებით 7-8 საათიანი ღვიძლის პერიოდი ეთმობა კვებას, სასვლის გამოცვლას, ბანაობას, კონტაქტს მშობლებთან, ესე აქტიურობას, მსუბუქ თამაშებს, რაც თქვათ ჩულობის პერიოდში შესაძლებელია რომ განხორციელდეს და ასე შემდეგ. მაგრამ არა სტუმრობას. სტუმრობა ყველაზე ნაკლებად, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ხმაური ბავშვებს აღიზიანებთ. იქვე აისახება ხმაური მის ძილის პროცესზე, მის ჩაძინების პროცესზე და ერღვევა ეგრეთ წოდებული რუტინა. ის რასაც შეჩვეულია გარკვეული პერიოდის განმავლობაში და გამოუმუშავდება გარკვეული, თქვათ, მიმდევრობა სხვადასხვა რუტინულ ღონისძიებებთან. აი, ამ პრობლემაზე რომ ვისაუბროთ, სამწუხაროდ ბევრი შემთხვევა არის და უფრო და უფრო ხშირდება, როცა ახალშობილთან სტუმარს აქვს კონტაქტი, ეფერება და შემდგომ ამ ბავშვს სხვადასხვა პრობლემები აწუხებს. როგორ მოვექცეთ მრავალშვილიან ოჯახებში ეს გარდაუვალიც არის და დიდი ბედნიერება ამ მრავალშვილიანი ოჯახები, მას თავისი პლუსები აქვს, უფროსი დედმამიშვილები ართობენ, ამვითარებენ, კიდევ უფრო განვითარებულები არიან შემდეგი ბავშვები, იმიტომ რომ ცდილობენ რომ არ ჩამორჩნენ უფროსებს და უფრო სწრაფად სწავლობენ და ძალიან ბევრი დადებითი პოზიცია აქვს და დადებითი თუმცა ავადობის სიხშირე სამწუხაროდ ხშირად იმატებს იმ ოჯახებში, სადაც მაღალი სიმჭიდროვეა, განსაკუთრებით, როდესაც სკოლამდელი ასაკის ბავშვების მაღალი სიმჭიდროვე. შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა მეთოდები დაცვის, ინფექციისგან დაცვის, ეს იქნება გეგმიური ვაქცინაცია თუ ეს იქნება სეზონური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელსაც თავისი წილი პასუხისგებლობა აქვს და შესაბამისად იცავს ბავშვებს სხვადასხვა ინფექციებისგან. რაც შეეხება სტუმრიანობას,
ამას ვერაუვალთ, ქართველები ვართ, ქართული ტრადიციები გვაქვს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადრეული ასაკის ბავშვებთან მაქსიმალურად იქნას შეზღუდული უცხო ადამიანების სტუმრები, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ მოდულს არანაირი სიმპტომი არ ქონდეს, მაგრამ ინფექციის გადამტანი იყოს და ადრეული ასაკის და ჩვილ ბავშვებთან განსაკუთრებული სიმძაფრით წავიდეს ინფექცია. აი როგორ მოვიქცეთ მაგალითად ბუნებრივია სტუმარი მოვა, გვესტუმრება პირიქით, ეს ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სიხარული და ძალიან დიდი ფუფუნებაა, მაგრამ აი როგორ უნდა მოიქცეს სტუმარი, როცა მოდის ახალშობილთან? იცით, შეიძლება სტუმარს თქვათ იმ მომენტში სტუმარი არ ფიქრობდეს იმ მომენტში, რომ შესაძლებელია იმ და არც იცოდეს, მაგრამ დედა იყოს მომზადებული და ოჯახის წევრები იყვნენ მომზადებული იმისთვის, რომ სტუმარს ზრდილობის ფარგლებში დაზრდილობიანად უთხრან, რომ თავი შეიკავოს ბავშვთან კონტაქტისგან და შეეცადოს, რომ ფიზიკური შეხება არ კონდეს მასთან. თქვათ იწყება ინფექცია, ბავშვს აქვს სიცხე. დიახ. როგორ იქცევა მშობელი? აი როდის არის ის განგაშის ზარი, ასე რომ ვთქვათ, როცა უკვე მან უნდა მიმართოს სპეციალისტს და რა ტემპერატურა არის, რაც უკვე ძალიან ისეთია საყურადღებო და პირველი სიმპტომები, ასე რომ ვთქვათ, როცა დედა ადრეული ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით 6-მდე ასაკის ბავშვებში ერთ მომენტად ტემპერატურა ეს უკვე საგანგაშოა. ამიტომაც ხშირად გამიგია, რომ ეს შეიძლება იყოს კბილების ამოსვლის პერიოდი. ეს შეიძლება იყოს, თქვათ, ვაქცინაციის, თქვათ, რეაქცია, რომელიც კბილების ამოსვლის პერიოდს არ ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ეს მცდარი მოსაზრებაა და ეს მითია, რომელიც ძალიან გავრცელებულია. კბილების ამოსვლის პერიოდში შესაძლებელია ჯერ ერთ-ერთი 6-მდე ასაკის ბავშვებში კბილების ამოსვლა ან ღრძილების გამო, შეშუპების გამო, რომელიც თქვათ შემდგომში მოასწავებს, რომ კბილები უნდა ამოვიდეს, ის ტემპერატურულ რეაქციას პრაქტიკულად არასდროს არ იძლევა, მაგრამ თუ იძლევა, მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია იყოს დაბალი სუფებრილიტეტი, რაც მოიცავს 37, 1, 2, მაქსიმუმ 3 და არა მაღალი ტემპერატურები. ამიტომ ამ შემთხვევაში აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, იმიტომ რომ ერთი ტემპერატურული რეაქციაც კი შესაძლებელია იყოს ბაქტერიული თუ სხვა ინფექციის პირველი ნიშანი. ხშირია ეგრეთ წოდებული გუგლის პარანოია. როცა დედა იწყებს აბსოლუტურად ყველაფრის ძებნას გუგლში. ყველა სიმპტომის და ამაში ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს და რაც თავარი ემოციურად ძალიან ძიმე დატვირთვა გადადის ამ დროს დედაზე. რეალურად როგორ უნდა მოიქცეს? რა არის პირველი და ყველაზე სწორი გამოსავალი ამ დროს? რეალობაში ხელოვნური ინტელექტი ძალიან აქტიურად შემოვიდა და გეტყვით, რომ კი ბატონო, ხელოვნური ინტელექტს ბევრი ინფორმაცია აქვს დაგროვილი, თუმცა მნიშვნელოვანია როგორ დავსვამთ კითხვას, რა ფორმით დავსვამთ და რამდენად სწორად დავსვამთ კითხვას. ამიტომ ჯობია, ალბათ ჯობია ჯერჯერობით ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რეალობიდან გამომდინარე ესეა, რომ ჯობია რომ კომპეტენტურ ადამიანს მივმართოთ და რეალობაში აფასოს კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და არა თქვათ ხელოვნური ინტელექტს, რომელსაც შესაძლებელია მშრალად მივაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია და ის მომენტები, რომელიც დედა უმნიშვნელოდ მიიჩნევს, არ იქნეს სრულფასოვნად მიწოდებული ხელოვნური ინტელექტისთვის. მაშინ, როდესაც კომპეტენტური ადამიანი დასვამს შესაბამის კითხვებს, რომელიც თქვათ მაქსიმალურად შეუქმნის მასშტაბისწრებას რეალურ მიზეზებზე. თქვენ როგორც დედა, რას ისურვებდით, აი რაღაც ესე რომ ვთქვათ, სამი კონკრეტული რაღაც საკითხი, რასაც ისურვებდით, რომ ვცოდნოდათ მანამდე გახდებოდით დედა. იცით, მიუხედავად იმისა, რომ მე საკმაოდ ესეთ შემდგარ ასაკში გავხდი და უკვე თქვათ შემდგარი პედიატრი ვიყავი, ჩემს ერთ ესეთ შემთხვევას მოგიყვებით, გადავწყვიტეთ სექტემბრის ბავშვია და გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალური მზრუნველობა გამოგვეძინა, როგორც ყველა ქართულ ოჯახში და არა მარტო ქართულ ოჯახში და ესე იგი კვების შემდეგ ყველამ თავისი წილი საბანი გადააფარა ბავშვს.
და შესაბამისად 3 საათის მაგივრად ბავშვმა იძინა 4-5 საათი და რომ აღშფოთდით და შევშფოთდით და პირველ რიგში მე მივაქციე ყურადღება რომ რატო ძინავს ამ ბავშვს ამდენი ხანი აღმოჩნდა რომ ბავშვი გადახურდა ბავშვს ჰქონდა 38 და 5 ტემპერატურა მარტო იმიტომ რომ უამრავი საფენი ეფარა და შესაბამისად ტემპერატურული რეჟიმი დაერღვა და გადახურდა. პრაქტიკულად ისეთი გადახურდა, გათიშული იყო ბავშვი. ამიტომ პირველი რაც გავაკეთე, გავხადე, გავაგრილე, გრილი წყლის აბაზანა მიმაღებინე და ბავშვი აბსოლუტურად გამოფხიზლდა. ტემპერატურაც 9 საათშივე დაურეგულირდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორების გათვალისწინება, იმიტომ რომ გარემო ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში რომ ბავშვი არ გადახურდეს ძალიან ხშირად მინახავს რომ ჩვილებს არაადეკვატურად შეუსაბამოდ ამინდის შეუსაბამოდ აცვიათ და თვლიან რომ ბავშვი ცივა მაშინ როდესაც ჩვენ ყველას გვცხელა და გარემო ტემპერატურა ძალიან მაღალია 30 და ზევით დღეის მონაცემებითაც მე ესე იგი დღეს მყავდა პაციენტი რომელსაც კუდი ეხურა და პირველი რაც გავაკეთე, კითხვების დასმით მაგივრად გავხადე და გავაშიშვი ეს ბავშვი, წინდები არა, თავი მის კუდი არა, ყველაფერი პრაქტიკულად მოხსენი, იმიტომ რომ ბავშვი ძალიან ცხელოდა და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება იყოს ბავშვი ძალიან შეწუხებული, ეს არის გადახურება. აი როგორ უნდა ეცვას ზაფხულში, ესეც რო განვიხილოთ, მაშინ აი პატარა ჩულს როგორ უნდა ეცვას ამინდის შესაბამისად, როგორც ჩვენ გვცხელა ისევე ცხელა თუ ბავშვი არ არის დღენაკულული, თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდაცია რომ ბავშვს ამ ეტაპზე არ აქვს ჯერ თერმორეგულაცია ჩამოყალიბებული და ეს პირველ რიგში დღენაკულ ახალშობილებს ეხება, ამ შემთხვევაში ბავშვი პრაქტიკულად უნდა იყოს ისე ჩაცმული როგორც ჩვენ მოძილები ვიცვამთ. ანუ ამინდის ადეკვატურად. და ვთქვათ ზაფხულში ბავშვი რომელიც თამაშობს ასე თუ ისე ისეთ პირობებში მიწაზე გარეთ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ეს ძალიან კარგია. კონკრეტული ესე რომ ვთქვათ, დავიცვათ ჰიგიენაც, მაგრამ მივცეთ ბავშვს საშუალება რომ ეს რაც ეხმარება მის განვითარებას, ის არ შეგუზღუდოთ. დიახ, სად გადის ესე რომ ვთქვათ, წითელი ხაზი? სხვათა შორის ფინეთში ამასინად გავხდით და ფინეთში შემოვიღეთ ბაღებში, ესეთი წესი რომ ბავშვმა აუცილებლად მინიმუმ საათნახევრის განმავლობაში უნდა ითამაშოს მიწაში და მიწას ქვიშაში, რომ ჩამოუყალიბდეს სწორი იმუნიტეტი. ეს ერთ-ერთი კომპონენტია სწორი იმუნიტეტისთვის, იმიტომ რომ ის ეჩვევა გარკვეულ ალერგენებს, გარკვეულ მიკრობებს და ის მიკრობები და ალერგენები მის ორგანიზმში აღარ იწვევენ ინფექციებს, აღარ არიან პათოლოგიური, აღარ იწვევენ იმ დაავადებებს, რომელიც შეიძლება სტერილურ გარემოში და სტერილურ პირობებში გაძლიერებულ ბავშვთან განვითარდეს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია, უბრალოდ ოქროს ზღვარი და ოქროს სტანდარტი ძალიან საყურადღებოა და ამ ოქროს შუალიდის დაცვა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის მოხარშვა და სტერილიზაცია არ არის სასურველი, არ არის საჭირო და არ არის სასურველი. იმიტომ რომ ბავშვს ჭირდება გარკვეული ბაქტერიები, რომ იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეს. ბავშვს ჭირდება მინიმალური რაოდენობით ალერგენებთან კონტაქტი, რომ მასთან მიმართებაში ალერგია არ განუვითარდეს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ბავშვებს მოაუგრძალავთ ქვიშაში თამაშს, მასაც თავისი დანიშნულება აქვს, თუმცა რა თქმა უნდა არ არის სასურველი რომ ეს ქვიშა პირში მოხვდეს და ორგანიზმში მოხვდეს. ამიტომ ბალანსის რეგულირებაა საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაჭერა. თუმცა მიწაში და ქვიშაში და არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იატაკზე. ხშირად შევხვდებით ხოლმე აეროპორტებში მაგალითად მოლებში და ასე შემდეგ, სადაც ასევე მშობლის მიერ ითვლება, ასე რომ ვთქვათ, კარგი ჟესტად ბავშვისთვის და მისთვის სასარგებლო ქმედებათ. თუმცა ხო ესეც მნიშვნელოვანია ალბათ გავითვალისწინოთ, რომ ის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი არ უტოლდება ქვიშაში თამაშს აი ამ თავისი დადებითი. დიახ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ცალსახად. და კიდევ ერთხელ რო გითხრათ, აი ეს სამი რამე, რასაც ურჩევდით ნებისმიერ ახალბედა დედას ან მომავალ დედას, აი სამი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც
წინასწარ უნდა იცოდნენ, შეიძლება არ უთქვამს არასდროს არავის მათთვის, მაგრამ აი სამი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც თქვენც ისურვებდით, რომ წინასწარ გცოდნოდათ. ისეთ რა, პირველ რიგში სიმშვიდე, პირველ რიგში იმ ბედნიერების განცდა, რაც გეწვიათ და ეწვია თქვენს ოჯახს, ესე ძალიან მნიშვნელოვანი და მაქსიმალურად მოემზადონ დედობისთვის იმ ელემენტარული უნარჩვევების გამომუშავებით, რასაც თქვათ ჩვილის მოვლა და ჩვილის აღზრდა ქვია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და დავუთმეთ დრო ჩვენ აუდიტორიას. მადლობა თქვენ. ჩვენ შემდეგი ეპიზოდით მომავალ კვირას დაგიბრუნდებით. აუცილებლად დაგვიწერეთ თქვენთვის საინტერესო თემები და კითხვები და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ. დროებით.